პაციენტი რო შემოდის, ის ელოდება, რომ მე თვითონ ვიყო ბედნიერი, მე ვალდებული ვარ, ვიყო ბედნიერი, რასაკვირველია რაღაც ზომიერების ფარგლებში, მაგრამ სხვა შორის შეიძლება ისიც ზოგადად ვამბობ, მაგრამ ისიც მოქმედებს, რომ აი ახლა სოციალურ ქსელში მოგეხსენებათ, რომ აქტიური ვარ და ხშირად რო შემოდიან, მე თვითონაც უკვე ხვდები, რომ აი ეს ის პაციენტია, რომელიც მე მიყურებს დაჟინებით, ესე ვთქვათ, სოციალურ ქსელში, რომ გაღიმებულია, ესეთი ჩდება და იწყებს საუბარს და მეუბნება, რომ იცით, ესე მგონია, რომ ძალიან კარგად გიცნობთ, მთელი ყოველ საღამოს თქვენ გიყურებთ. და იმდენად ბედნიერია, აი მინდა გითხრათ, რომ ადრე არ ყავდა ესეთი პაციენტები, ადრე მოდიოდა ძირითადად აი რაღაცა რო აწუხებდა. ეხლა ხვდები, რომ ბევრი მოდის უბრალოდ პროფილაქტიკისთვის და შეიძლება ცოტა ესეთი იყოს, მაგრამ არ ვიცი, უცნაურიც, მაგრამ არიან პაციენტები, რომლებიც უბრალოდ მოდიან, რომ მესაუბრონ, ხო, რაღაც ურთიერთობა, კომუნიკაცია და უფრო ბედნიერი გახდნენ. და ყოველთვის როცა შემოდის, ხო, ზოგჯერ არის, რომ რამე კვლევას აკეთებ, არ არის კარგი, ისეთი დასკვნა, ხო? აი იმის მოწოდებაც, იმის მიწოდება პაციენტისთვის, ესეც მოითხოვს ძალიან დიდ, ესე ვთქვათ, რა ვიცი, გამოცდილებას თუ დაკვირვებას, ემპათიას. ეს ემპათიაც სჭირდება იქნებს, მაგრამ აი ზედმეტი ემპათიაც არ შეიძლება. ის უკვე შენ თვითონ შეგიშლის ხელს შენი საქმიანობის განხორციელებაში და აი ისიც როგორ უნდა მიაწოდო, ხო? ისე უნდა მიაწოდო, რომ აი ძალიან ცუდი დიაგნოზიც რო იყოს, აი ძალიან არ უნდა გაუბედურო, ხო? აი რაღაცა როგორც ცხოვრებაშია, ხო, როგორც ცხოვრებაშია, რომ არ არსებობს იდეალური ცხოვრება, ხო, იდეალური სიტუაცია ზოგადად ამ ქვეყნად, მაგრამ რეალობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. მაგრამ ჩვენ უნდა ყოველთვის აი როგორც არის ესეთი გამონათქვამით შემხვდა, რომ ბედნიერი ხარ მაშინ, როცა შენ აფასებ, რაც გაქვს და არა იმას, რაც შენ არ გაქვს. აი რაღაცა აი ესეთი შეიძლება ძალიან სწორია. კი, სწორია, მაგრამ ერთი ფორმულით ვერ შემოისაზღვრება.